საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. ანგარიში 1 წლის თავზე ქართული ოცნება საკრებულოში უმრავლესობით 2014 წელს შევიდა. ახლის მალძილზე რა გააკეთეს დეპუტატებმა ხალხისთვის და ზოგადად ქალაქისთვის. სოციალური დახმარებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, თემები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. პრობლემები, რომელიც ჩვენს ქალაქში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. როგორია რიგითი რუსთაველის სოციალური მდგომარეობა და შეასრულა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარემ ხალხისთვის მიცემული პირობა. საკითხები, რომელზეც საკრებულოში მსჯელობენ და გადაწყვეტილებები, რომელიც რუსთაველებზე აისახება, რაზე ვერ თანხმდებიან ოპოზიცია და უმრავლესობა. მუშაობს თუ არა თვითმმართველობის ორგანო გუნდური პრინციპით. ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე სტუდია 4-ის პირდაპირ ეთერში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ისაუბრებს. სანამ საუბარს დავიწყებ სტუმართან, მე მაყურებელს მინდა სტუდიის ტელეფონის ნომერი შევახსენო 0341 25 44 00. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. მოგესალმებით ბატონო დავით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. 1 წლის წინ თქვენ კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარულ სიაში იყავით და გაიმარჯვეთ თქვენს ოლქში და შეხვედით საკრებულოში. მანამდე ჯერ კიდევ საკრებულოს მართავდა ნაციონალური მოძრაობა. რომ გითხრათ, რა მოლოდინები იყო და რეალურად რა სიტუაცია დაგვხვდათ საკრებულოში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ მე ნებისმიერ დროს მზად ვარ თქვენთან სტუდიაში მოვიდე. ეს არა მხოლოდ წლიური ანგარიშის მოსასმენად, ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ პრობლემაზე დავждე თქვენთან ვისაუბრო და მივიღოთ ჩვენ აქაც თუნდაც გარკვეული გადაწყვეტილებები. ეხლა სანამ გადაცემის ფორმატს დაუბრუნდებოდით, არ შემიძლია სამძიმარი არ გამოთქვა იმ ოჯახის მიმართ, რომელიც სამწუხარო ფაქტი, რომელთაც სამწუხარო ფაქტი მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთიდან ჩამოასვენეს ჩვენი რუსთაველი მოქალაქე ბატონი ვასილ ყულჯანაშვილი. მე მინდა მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადო, მის ახლონაცავებს, მეგობრებს და სამწუხარო ფაქტია ეს, რაც მოხდა. სამწუხაროდ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავში უკვე არაერთი ფაქტია ამ კუთხით, მაგრამ ჩვენი ზღადაგვრჩენია, რომ შვება რაღაცნაირად რაღაცა გამძლეობა უსურვოთ ამ ოჯახს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დავთქვა შეგეკითხებთ, რითი ეხმარება ადგილობრივი მთავრობა გარდაცვლილის ოჯახს? დღეს იმყოფებოდით თქვენ სამძიმარ და პრემიერიც ბრძანდებოდა. დიახ. სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მისი ოჯახის მიმართ დახმარებას. სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სამწუხაროდ მის დაკრძალვის ყველანაირ ხარჯებს და ქალაქის მხრიდან პლუს დახმარება ექნება ოჯახს, რა თქმა უნდა, და გარდა ამისა ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევუსრულოთ მათ მორალური და ყველანაირი მდგომარეობა. კარგი, დავუბრუნდეთ ჩემს კითხვას, მოლოდინები და სიტუაცია, რომელიც თქვენ დაგვხვდათ საკრებულოში, როცა თქვენ შეხვედით უკვე ქალაქის საკრებულოში, ანუ 2014 წელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენი ბრძოლის მთავარი ლეიტმოტივი გახდათ ის, რომ არსებული რეჟიმი, არსებული მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელი იყო, ბუნებრივია და ჩვენი მთავარი მიზანი გახდათ ის, რომ შესაბამისად შეგვეცვალა ეს მდგომარეობა. ჩვენ ფიქრობდით და დღეს ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას ჩვენ დაპირებებს თავაზობდით, რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი გახდათ ის, რომ რაღაცნაირად დეცენტრალიზაცია მომხდარიყო ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. წავსულიყავით ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს ჩვენ მოგცემდა საშუალებას იმისას, რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან შეთანხმებით. აქამდე ადრე ასე არისო? აქამდე მე დამერწმუნება ყველა, ვისაც კი ქონია ამ სამზარეულოში ჩახედვის საშუალება, ეს ყველაფერი იყო ცენტრალიზებული. დღეს ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვეძლება საშუალება მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. თუმცა კი არ შემიძლია არ გამოყო ეს ფაქტი, რომ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის, გუბერნატორის, მათი მოადგილეების გვერდით დგომით ჩვენ პლუს წვეთ იმ საკითხებს, რომელიც მართლაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება ვერ გადაწყვეტს, ეს იქნება კონსულტაციის გზა, იქნება თუ სხვა დანარჩენი
თემატიკა აუცილებლად ჩვენ ისინი გვერდით გვიდგანან და ღებულობთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. მოლოდინის აი ეს ეტაპი, აი ეს მთავარი ლეიტმოტივი, რაც მე გითხარით, ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ ჩვენ მოსახლეობასთან როდესაც გავდივართ, მათთან უშუალოდ კონტაქტის საფუძველზე უკვე გეგმავთ წლის ბიუჯეტს. შესაბამისად, ის ლოკალური პრობლემები, რაც არის, გარდა ლოკალურისა, გლობალური პრობლემა, ქალაქის პრობლემები, რაც არის, მაქსიმალურად მათთან შეთანხმების საფუძველზე ვახორციელებთ და არა რაღაც მოწოდებული ცენტრიდან მოწოდებული სხვა ინფორმაციების საფუძველზე. აი გლობალურ პრობლემად რას გულისხმობთ? აი მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით, საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები არის ისევ, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები გახდათ ქალაქში. მინდა გითხრათ, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არ ხორციელდებოდა პროექტი ისეთნაირად, ზოგიერთი პროექტი ისეთნაირად, რომ სრულად კომპლექსურად ყოფილიყო ეს ყველაფერი შეკრული და მოსახლეობას მხოლოდ ასფალტის საფარი არ ქონოდა, ხო? იქ უნდა ყოფილიყო ბარდიულები, იქ უნდა ყოფილიყო გათვლილი სანიაღვრეს სისტემები ისეთნაირად, რომ ჭარბინალიქ შემთხვევაში მოსახლეობას მხოლოდ ასფალტი არ შეჩენოდა ხელში და გუბეები, წყლის გუბეები, რომლებიც იყო ხოლმე, რომ აი ესე კომპლექსურად უნდა გაკეთებული იყო შესაბამისად, რომ ეს ყველაფერი ასე არ ყოფილიყო. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის ეტაპობრივად ცვლა და გადაკეთებები და ის, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ორმაგი ხარჯია, ანუ ბიუჯეტიდან ორმაგი ხარჯის გაწევა გვიწევს. კარგი, შემდეგ კითხვაზე გადავალ. ბატონ დავით, თავიდანვე იყო გარკვეული, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით საკრებულოს თავმჯდომარე, თუ შემდეგ გადაწყდა უკვე, რომ უნდა ჩაგებარებინათ საკრებულო? არა, თავიდანვე როგორ უნდა გარკვეულიყო ახლა ეს? ეს არის კოლეგიალური ორგანო, ბუნებრივია, კოლეგიალური ორგანო. გუნდურად მიიღეთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გუნდურად მიიღეთ გადაწყვეტილება და სხვა შორის ჩვენი გადაწყვეტილებების ფიქრობ 100%-ით გუნდური პრინციპით ხდება, ბუნებრივია და ცოტა გასაოცარი კითხვაა ვფიქრობ, იმიტომ რომ თავიდან როგორ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, როდესაც გუნდი ჯდება, უმრავლესობა სხდებიან უმრავლესობის წევრები და ჩვენ ერთობლივად ღებულობთ ამ გადაწყვეტილებას და მე ბედნიერი ვარ, რომ მერგო წილად მათი მხრიდან ესოდენ დიდი ნდობისა და ვფიქრობ, რომ მე გავამართლებ მათ ნდობასაც. კარგი, საინტერესოა, უმრავლესობა ყოველთვის ერთასზე ხართ ხოლმე საკრებულოში? ანუ რამდენად ხშირად კამათობთ და როგორ იღებთ გადაწყვეტილებას? არა, ხმერთო დაგვიფაროს ახლა უმრავლესობა ერთ გადაწყვეტილებაზე ვიყოთ მუდმივად. თქვენი ტელეკომპანიის წარმომადგენლები არაერთხელ დასწრებიან ჩვენს ლომას და პრინციპში ყველას ლომას ესწრებიან, კი ბატონო. და მე არ შემიძლია არ ვთქვა ის ფაქტი, რომ ხანდახან ეს იუმორითაც ვიტყვი, მაგრამ ეს მე მიამაყება პრინციპში, რომ ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ხა ჩვენი ოპოზიციური ფრთა პრინციპში ნაციონალური მოძრაობაა და იქ რამოდენიმე პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა. ხანდახან ისინი არ არიან ხოლმე იმდენად მძაფრად პოლემიკაში შემოსულები, როგორც ჩვენი გუნდის და კოალიციის წევრები. ეს არის ჯანსაღი პროცესი. ეს არის ზუსტად ის, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება ნათქვამია და შესაბამისად ჩვენი კოლეგების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან ბუნებრივია ჩვენ გვაქვს მწვავე რეაქციები საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ღებულობთ მაინც გადაწყვეტილებებს. ძირითადად რა საკითხებზე გაქვთ ხოლმე უმრავლესობაში, აი აზრთა სხვადასხვაობა თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ კონკრეტიზაციაში ახლა ნუ შევალთ, იმიტომ რომ არის საკითხები, რა თქმა უნდა. კარგი, ბატონ დავით, უმრავლესობით რომ ხართ, ანუ საკრებულოში, თქვენ როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს ეს უხერხულობას ხომ არ გიქმნით და საქმისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია? რა არის იცით უხერხულობას ახლა ასე ვერ დავარქმევდი, მაგრამ გარკვეული რაღაც ესეთი განცდა არის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ხოლმე და ვცდილობთ ყოველთვის, რომ როდესაც ოპოზიცია კონსტრუქციულია, ვცდილობთ და თუ მათი წინადადება არის მართლა რეალურად საქმესთან მიახლოებული და ჭეშმარიტად ზუსტად იმ საქმის ემსახურება და ემსახურება შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად მათ პოზიციებსაც ვითვალისწინებთ ხოლმე და გვინდა რომ გავითვალისწინოთ, მაგრამ არის საკითხები, როდესაც
პრინციპულად გადასაწყვეტი საკითხებია, მაგრამ ოპოზიციის როლი ზუსტად ეს გახლავთ, რომ რაღაცნაირად პოლემიკაში შემოვიდეს, რაღაცა წინააღმდეგობებში შემოვიდეს. ეს შეიძლება არ იყოს იმ მომენტში იმდენად საწინააღმდეგო თემა, მაგრამ ისინი ცდილობენ, მათი როლი ეს არის ზუსტად, ხო? რომ ოპოზიციამ ოპოზიციური და რაღაცა კრიტიკის ქარტეხილში გაგატაროს, მაგრამ ჩვენ მაინც ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას. ეს ახლა ცხოვრების ესეთი ფორმა, ესეთი წესია, დემოკრატიული ფორმის ესეთი სტანდარტი გახლავთ და შესაბამისად ჩვენც უმრავლესობა ვღებულობთ გადაწყვეტილებას. ბატონ დავით, ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმ საკითხებზე, რომელიც მოსვლის დღიდან პირველ რიგში გადაწყვეტეთ. რა თემები იყო ეს საინტერესოა? მე არ შემიძლია არ გავიხსენო თქვენი კითხვიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ წინა საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ჩვენ გარკვეული დაპირებები გავეცით ბუნებრივია, ამ დაპირებების შესრულებას ჩვენ მიუყვებით შესაბამისად, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი ფაქტი. ეს გახდათ მძღოლების აქციის თემატიკასთან დაკავშირებით. მე მახსოვს კარგად, რომ ჩვენ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს ცენტრში საარჩევნო შტაბი ჰქონდა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რა თქმა უნდა პროპორციული სისტემით კანდიდატები, ყველანი შევიკრიბეთ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ სერიოზული განცდა და სერიოზული პრობლემები იმისი, რომ რაღაც პოლიტიკური მომენტები იყო ამაში ჩართული, სხვა ოპოზიციური ფრთების მხრიდან, რომ რაღაცნაირად არეულიყო ეს მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ მათ შევპირდით. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავისვავდით ამ ადამიანებს ყველას და ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებას. და ჩვენ მართლაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ მძღოლები ამ კუთხით იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ, მაყოფილები არიან. მე შემიძლია უფრო დეტალურად შევიდე თემაში და მინდა გითხრათ, რომ 2001 წლიდან ზემოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლის პრობლემაც იყო მანამდე, იმიტომ რომ ჩატარებული ტენდერიდან გამომდინარე, კომპანიას თავად ქონდა გადაწყვეტილება მისაღები და მას შეეძლო და შეძლო კიდევაც ის, რომ შემოიყვანა რიგი რაოდენობა ახალი სატრანსპორტო საშუალებებისა, მაგრამ რა გვექნა იმ ადამიანების, რომლებიც თავის დროზე უფრო დაბალი კლასის ან დაბალი წლოვანების მანქანები ყავდათ და ბანკის ვალებიც ჰქონდათ. ეს ყველაფერი ჩვენ თანხმედრაში მოვაქციეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველაფერი გაგვეთვალისწინებია და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანიასთან ერთად, თვითონ მძღოლებთან ერთადაც, ალბათ გვისმენენ და მეთანხმებიან, რომ 2001 წლიდან ზემოთ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ცოტა მტკივნეულიც იყო, ცოტა მძაფრიც იყო, კომპანიასთან ძალიან ისეთი მძიმე საუბრები ჰქონდა, მაგრამ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადღაც 170-მდე, ალბათ 67-170-მდე მანქანა დარჩა და მუშაობენ ეს ადამიანები და გაყოფილებიც არიან. ანუ კონკრეტული საკითხი, რომლიდანაც ხალხმა კონკრეტული სარგებელი მიიღო. ერთ-ერთი შეგიძლიათ დაასახელოთ ეს. კიდევ რა შეგიძლიათ, რომ თქვათ, მძღოლების გარდა პირველ რიგში მიღებული გადაწყვეტილება? მძღოლების თემის გარდა. რა თქმა უნდა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში, რაც ქალაქში არსებულ თემატიკას გულისხმობთ ბუნებრივი არა, რაც მთავარია ჩვენი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. მე დეტალურად შემიძლია წარმოგიდგინოთ თქვენ ჩვენი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ სიმარტივისთვის გეტყვით, ჩვენ წინა წლებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 19 სოციალური პროექტი ხორციელდებოდა ქალაქში. ჩვენ ამ პროექტებს კიდევ დავამატეთ რამოდენიმე პროექტი და დღეს 23 სოციალური პროექტი ხორციელდება. თავად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტებს არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა და მეტიც დაემატა რამოდენიმე პროექტი. არ შეგვიძლია არ აღვნიშნო მოქალაქეთა ინდივიდუალური სამეცნიერო დახმარების პროგრამა. თქვენ იცით, რომ ამ მოქალაქეებს იმ სოციალურად დაუცველებს გულისხმობ 0-დან 57,000 გულამდე მოქალაქეებს. მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობის დახმარება შეგვიძლია ჩვენ გაგვეწია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 70,000 ქულის მქონე მოქალაქეებს
შევთავაზეთ პლუს დამატებით ერთჯერადად 500 ლარის დახმარება ამბულატორული მკურნალობას გულისხმობ, რომელიც არ იყო წინა წლის ბიუჯეტში, წინა წლებში და ჩვენ შესაბამისად ეს დახმარება მუშაობს ეს პროგრამა. რა თქმა უნდა, წარმატებით მუშაობს და მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ დავგეგმეთ წლის ბიუჯეტი და დავგეგმეთ შესაბამისად კვარტლების მიხედვით ბიუჯეტი, ეს ბიუჯეტი ბუნებრივია არ ეყოფა და ჩვენ ამას ვზრდით შესაბამისად. თავიდან დაგეგმილი გახდათ სადღაც თუ სწორად მახსოვს 300,000 ლარამდე და ჩვენ უკვე ასულია ვართ 650,000 ლარზე გამომდინარე იქიდან რომ მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზეა ბუნებრივია ეს ზრდა. თუმცა კი ეს ზრდა მე ვფიქრობ და პროგნოზიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე კიდევ გაიზრდება. იმის მიუხედავად რომ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ამის მიუხედავად მაინც არის საჭირო საყოველთაო პროგრამის განხორციელება. საყოველთაო ჯანდაცვისგან მიუხედავად არის სხვადასხვა ნოზოლოგიები, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით, მაგრამ ეს ფინანსდება პროცენტული რაოდენობის მიხედვით, თანადაფინანსების პრინციპით. ანუ შეიძლება იყოს დაზღვევის ფორმატში გარკვეულ ნოზოლოგიაზე 20-80-ზე გულისხმობ რომ დაზღვა დააფინანსებს 80%, 20%-ის შემთხვევაში თვითმმართველობა, ანუ მუნიციპალიტეტი ცდილობს რომ ეს 20% დაუფინანსოს მოქალაქეს, რომ მან პრაქტიკულად რაღაც გარკვეული შვება მიიღოს ამ კუთხითაც. კარგით, ბატონ დავით, იყო თუ არა საკითხები, რომლის მოგვარებამაც გარკვეული უხერხულობა შეგიქმნა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკითხი საჭიროებდა დროულ გადაჭრას. რა თქმა უნდა, ესეთი საკითხები მრავლად გვაქვს, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვართ უმრავლესობა, ამიტომ გუნდური პრინციპი, რომ ეს უხერხულობები ჩვენ უნდა გადავლახოთ, მაგრამ სწორ მიმართულებაზე უნდა გავიდეთ. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული თვეების წინ თუ სწორად მახსოვს, იცით თქვენ რომ იგეგმება ალტერნატიული 112-ის მშენებლობა ქალაქ რუსთავში და ამან შექმნა გარკვეული უხერხულობები. თქვენ წეგან ახსენეთ რომ რამდენად საკრებულოშიც დიდი ხმაური გამოიწვია. ხმაურიც გამოიწვია. საკრებულოდანაც უნდა ისმოდეს ხანდახან ხმაური, მუდმივად სიმყუდროვე ღმერთმა დაგვიფაროს, იმიტომ რომ ზუსტად ის არის კოლეგიალური ორგანო და იქ უნდა მიდიოდეს აქტიური მსჯელობა და გამათი. და ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება და უხერხულობაც. მოსახლეობაში თუ თვითონ საკრებულოს წევრებში? ჩვენთან საკრებულოს წევრებში და მოსახლეობაშიც რა თქმა უნდა გარკვეული რაღაც გაურკვევლობებიც გაჩნდა, იმიტომ რომ ხედავდნენ რომ ჩვენ აი ესე კამათში ვიყავით და რაღაცა გაურკვეველი მომენტები ვითომ და იყო, რომელსაც ესე ქმნიდა და ესე ცდილობდა რომ ოპოზიციურ ძალას წარმოეჩინა. არ აღმოჩნდა ესე საბოლოოდ. ჩვენ არაერთი სიუჟეტიც გავაკეთეთ, მე გთხოვეთ კიდევაც თქვენ ტელეკომპანიას, რომ მეტი სიცხადისთვის გარკვეული უფრო დეტალები დამენახებია მოსახლეობისთვის და მე ვისარგებლებ შეთხოვით და ორედი სიტყვით კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუბრუნდები და ვიტყოდი, რომ ზუსტად უხერხულობა შეიქმნა ერთ ფაქტთან დაკავშირებით. ახალგაზრდული პარკის წინ დღევანდელი არქივის გვერდით შენდება, უნდა აშენდეს სულ რაღაც ალბათ მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება უკვე უშუალო სამუშაოები ალტერნატიული 112. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება მინიმუმ 100 დასაქმებული ადამიანი. ჩვენი ამოსავალი წერტილი, როდესაც ესეთი პროექტები ხორციელდება და საწარმოს მშენებლობაზეა საუბარი, ინვესტორთან აუცილებლად და ესეთი მშენებლობის სამშენებლო კომპანიებთან ჩვენ ბუნებრივია ჩვენი პირველი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ძირითადი სტაფი დაკომპლექტებული რუსთავის მაცხოვრებლებით. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, რომ ბუნებრივია შეიქმნა სამუშაო ადგილი. ამის შემდეგ, როდესაც საკრებულოს ხდომაზე უნდა მოხდარიყო ამ საკითხის საბოლოო დამტკიცება და გადაწყვეტილების მიღება, გაჩნდა გარკვეული კითხვები. ამ კითხვებთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია წარმოადგენილი იქნა პროექტი და შესაბამისად ყველა დეტალი დატანილი, რომელიც განვიხილეთ. მაგრამ თითქოს და მოსახლეობაში გავიდა ესეთი ინფორმაცია და მე ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას მინდა უთხრა, იმიტომ რომ იქვე გვერდზე ცხოვრობენ და არ მინდა რომ მათ არასწორი ინფორმაცია კონდეს და არაერთხელ შემიძლია მე მათ თუ ისინი დაინტერესდებიან, მათთან მივალ თუნდაც მე ნებავთ ისინი მობრძანდნენ და მე მათ ვანახებ. საუბარი იყო მხოლოდ 3 წიწოვან ხეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს მათი გადარგვა და არა მოჭრა.
მხოლოდ და მხოლოდ გადარგვაზია საუბარი. ჩვენ კომპანიას ვთხოვეთ ესეთი რამ, რომ სატენდერო პირობებში მათ გაეთვალისწინებინათ, რომ აუცილებლად გადარგვა მომხდარიყო. და მათ შემოგთავაზეს ჩვენ უფრო უკეთესიც. გადარგვის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო ისეც, რომ გადარგული ხეგამხმარიყო პირობითად. და მათ დამატებით ჩადეს პირობაში, რომ გახმობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად ამ გამხმარ ხეს ჩაანაცვლებდნენ ახალი ხით და ახალი წიწვოვანი. ხოლო ამან გამოიწვია უხერხულობა ხის მოჭრა. მე ერთ-ერთი დიახ, ამან გამოიწვია უშუალოდ უხერხულობა. მე მეორეც მინდა დავამატო, რომ იქ საუბარი იყო, რომ ქალაქი კარგავდა ვითომ და პარკს. ახლა მე მინდა დავსვა კითხვა. ქალაქი ჯერტი არ კარგავს ახალგაზრდულ პარკს, იმიტომ რომ დანარჩენ შემდეგ ტერიტორიაზე აუცილებლად პარკი გაშენდება და ყველა რუსთაველი დაინახავს თუ როგორი პარკი იქნება რუსთავში. იგეგმება ამ პარკის რა თქმა უნდა იგეგმება. ამაში ორი აზრი არ არის, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. და მე ერთი მინდა დავამატო მისარგებლების შემთხვევით. როდესაც ოპონენტები საუბრობდნენ ამ თემებზე, არ ახსენდებოდათ მათ, თქვენ იცით, რომ თავის დროზე ზუსტად ამ სკვერის, ამ პარკის ბოლო მონაკვეთში იყო ეშმაკის ბორბალს რო ეძახთ. დღეს იქ არის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. დღეს იქ არის კერძო ბინები გაშენებული. თუ ამ ადამიანებს აქვთ ის განცდა, რომ პარკს დაკარგავს, ქალაქი და რეკრეაციულ ზონას დაკარგავს, თავის დროზე ქონოდათ განცდები, როდესაც კერძო სახლებს აშენებდნენ და ამაზე ნებართვას იძლეოდნენ. უბრალოდ კარგით, მაყურებელი გველოდება დიდი ხანია უკვე საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ხალხის საინტერესო თემებზე საუბრობთ და პრობლემატურ კითხვებს ამსაჯებს, მაგრამ მე ახლა გაკვირვებული ვარ გადაცემის ავტორის, რადგან ველოდებოდი, რომ ქალაქის მერს მოიწვევდით სტუმრად, რადგან ხალხს აინტერესებს უამრავ პრობლემაზე პასუხი რომ გაეცეს, რადგან ქალაქის მერია და შესაბამისად უფრო დაწვრილებით და უფრო მედიანად იქნებოდა ხალხი, როდესაც ქალაქის მერსგან მოისმენდა ბევრ პრობლემატურ კითხვაზე პასუხი. თუმცა ძალიან სასიამოვნოა, რომ ახლა თან ხედავთ და თქვენ გვესაუბრებთ. კონკრეტული კითხვა თუ გაქვთ ქალაქის მერთან შეგიძლიათ დასვათ. და დიდი მადლობა ამის. თუ შეგიძლიათ დასვით, რა კითხვა გაქვთ ქალაქის მერთან? კი ბატონო, მე სიამოვნებით მოვიწევთ ბატონ დავითს სტუდიაში. დიახ, შემიძლია პასუხი გავცე, ხო? დიახ. მე მოქალაქეს მინდა უთხრა, რომ ქალაქის მერი ბუნებრივია არამცნუ გაურბის პირიქით მზადა ნებისმიერ დროს დაждდეს პირდაპირ ეთერში და პასუხი გასცეს ნებისმიერ მოქალაქის კითხვას. უფრო დეტალებში კი ბატონო, სიამოვნებით, მე შემიძლია ამ დეტალებზე გიპასუხოთ, მაგრამ თუ თქვენი მოთხოვნაა ბუნებრივია, ქალაქის მერს მე აუცილებლად გადავცემ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მიუხედავად მისი დაკრიტული გრაფიკისა, ის ბუნებრივია მოვა და უპასუხებს ამ კითხვებს. კარგით, ბატონ დავით, მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის მუშაობა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების სწორად განხორციელების მიხედვით აფასებს. ჩვენ ვისაუბრეთ სოციალურ პროექტებზე, ახლა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადავიდეთ. ამ კუთხით რა გაკეთდა საინტერესო ქალაქში? დიახ, მოგახსენებთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როგორც ქვეყნის, ისე ქალაქ რუსთავის, გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის შიდა კვარტალური ეზოების მოასფალტება და კეთილმოწყობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ბავშვების გასართობების მოწყობა და სხვა დანარჩენი. კონკრეტულად მე მინდა გითხრათ, რომ მოასფალტებასთან დაკავშირებით ალბათ ქალაქში ხედავს ყველა, რომ მიმდინარეობს პროცესი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მოასფალტებასთან დაკავშირებით ქალაქმა მიიღო დამატებით რეგიონალური სამინისტროდან 9 მილიონზე მეტი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქში პრაქტიკულად 9 მილიონზე მეტი ასფალტის საფარი დაიგო.
რაც შეეხება ბავშვის გასართობებთან დაკავშირებით, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სულ თუ სწორად მახსოვს 47 უბანში 47 ადგილზე მოხდა დამონტაჟება ბავშვის გასართობების, თუმცა კი ეს საკმარისი არ არის. და მე ვიცი რომ ეს საკმარისი არ არის. მე მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ მე-12 მიკრორაიონის ჩემი სამაჟორიტარო ოლქი გახლავთ. მე-12 მიკრორაიონის აი 3-4 მოსახლეობის კორპუსის მოსახლეობას მინდა უთხრა რომ წელს ვერ მოვახერხეთ ჩვენ ბუნებრივია, მაგრამ არ საყვედურობენ ბატონ დავით. რა თქმა უნდა, საყვედურობენ, იმიტომ რომ არის სასაყვედურო, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტს და თუ სადმე მე ვპირდები ჩემს ამორჩევლებს, თუ სადმე დაიდგმება ბავშვის გასართობები, მე ყველა ღონეს ვიხმარო, რა თქმა უნდა, მე-12 მიკრორაიონის 4 ბინის წინ დაიდგას. კარგით. ბატონ დავით, რაც შეეხება ფინანსებს, როგორია წლევანდელი ბიუჯეტი? სრულდება თუ არა საინტერესოა? წლევანდელი ბიუჯეტი ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, დავიწყეთ 35 მილიონით და მე მოსახლეობას მინდა უთხრა. რუსთავში ბიუჯეტი შესრულდება. პრაქტიკულად რუსთავში ბიუჯეტი შესრულებულია, ეხლა გახლავთ 45 მილიონ 559,000 ლარი და ყველას მინდა უთხრა თამამად და ეს ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ რუსთავში ბიუჯეტი შესრულდება და მეტიც შეიძლება გადაჭარბებით. ძალიან სასიამოვნო. გაცემაში რეკლამის დრო რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენეთ რომ დღევანდელი ჩვენ გაცემის სტუმარია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით მაღალაკელიძე. განვაგრძობთ საუბარს. ბატონ დავით, ტესტირება ატესტაციის პროცესი როგორ ჩატარდა საინტერესოა და თუ არ ვწდები დარჩა კიდევ ერთი ეტაპი. რა ეტაპია ეს, რომ გითხრათ? დიახ, ჩვენთან განხორციელდა ტესტირება ატესტაციის ეტაპი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიეცათ მოქალაქეებს, რუსთაველ მოქალაქეებს საშუალება, რომ გამოცხადებული ვაკანსიებთან დაკავშირებით გაეკეთებიათ თავიანთი განაცხადი და შესაბამისად მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსის ეტაპები თავად სამ ეტაპად განხორციელდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ პირველი ატვირთვა შესაბამის HR-ზე, შემდეგ იყო გადახალისების, ანუ გადასინჯვის ეტაპები და მესამე გახდათ თვითონ უშუალოდ ტესტირება. ტესტირება ჩაბარებული ადამიანი შემდეგ მოდიოდა ჩვენთან და გადიოდა გასაუბრების ეტაპს. ამის შემდეგ უკვე ხებულობდა კომისია გადაწყვეტილებას და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს გახდათ კომისიის წესით მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ეს ადამიანები მათი რეკომენდაციის საფუძველზე დაინიშნენ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებს. მე მინდა თავად გითხრათ, რომ ეს იმდენად გამჭვირვალედ, ეს იმდენად კარგად ჩატარდა, პროცესი იმდენად გამჭვირვალედ და კარგად მიდიოდა, რომ ალბათ ვფიქრობ, რომ რუსთაველი მოქალაქეები, რომლებიც უსმენენ ამ გადაცემას, დამეთანხმებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდგომ გახდათ ის, რომ გაჩნდა რამოდენიმე შტატთან დაკავშირებით ისევ და ისევ ვაკანსია, ამას დაემატა ის, რომ თვითმმართველობის კოდექსში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, რამაც ჩვენ მოგცა საშუალება, რომ რამოდენიმე საშტატო ერთეული ჩვენ კიდე საკრებულომ და ასევე ქალაქის მერიამ დავიმატეთ. შესაბამისად თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე. ამიტომ მოხდა ისევ გამოცხადება ამ კონკურსის ეტაპისა და ამ ადამიანებმა ზუსტად იგივე წესით, იგივე პროცედურების დაცვით მიიღეს მონაწილეობა. და ჩვენ მივიღეთ ადამიანების სულ ახალი სახეები. მივიღეთ ახალი სისხლი, ახალი შემართება და ახალი პროფესიონალი. ახალგაზრდები არიან ბატონო რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არიან უმეტესობა. ყველა არის ენთუზიაზმზე ერთი, ყველა არის მონდომებული იმაზე, რომ ვინ როგორი ხარისხით, ანუ გულისხმობ მაღალი ხარისხით შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ეს ჩვენ გვახარებს და მეტი არაფერი. ბატონო დავით, რამდენი ადამიანი მუშაობს ამჟამად საკრებულოში და რამდენი მუშაობდა ადრე? და შეგიძლიათ გითხრათ? ადრე საკრებულოში მუშაობდა, რაოდენობით გასაოცარი არ უნდა იყოს 101 ადამიანი. დღეს საკრებულოში მუშაობს 27-მდე ადამიანი. საჯარო მოხელე.
თითქმის სამჯერ დარჩენი თქვენთვის მომინდია. და ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ მუშაობას. კარგით. ბატონ დავით, ასევე აქტუალურია პრემიების და დანამატების თემა და ასევე ზოგადი ხარჯები. ამ თვალსაზრისით როგორი სიტუაციაა დღეს? მოგახსენებთ, ეს არის მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში ატეხილია ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული რაღაც ასთა სხვაობებია, გარკვეული რაღაც დაძაბულობებია, ოპოზიციას ხო მეტი არ უნდა, სიმართლეს ტყუილს ურევს ერთმანეთში და მოკლედ ის ლაპარაკობს და მე გაარკვიე წვება ეს რამდენად სწორი იყო და რამდენად არ იყო სწორი. მე ერთი თამამად შემიძლია გითხრათ. მე მოგახსენებთ ჩვენთან რა მდგომარეობა. მე ერთი თამამად შემიძლია გითხრათ, როდესაც მიიღებ კვალიფიციურ კადრს და ამუშავებ. ჩვენთან დღეს საქართველოში ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე არ არის მაღალი ხელფასი, ანუ ადამიანს ცოტა არ იყოს განცდა აქ იმისი, რომ ის ხელფასი მას შეიძლება რაღაცნაირად ყველაფერზე ვერ ეყოს. როგორც ჩვენ ბიუჯეტი წლიდან წლამდე ხანდახან ყველაფერზე ვერ ყოფნის ბუნებრივია. ამიტომ მას უნდა მისცეს საშუალება წაახალისო და მეტი სტიმული უნდა შესძინო და ბუნებრივია დანამატი პერიოდულად როცა საშუალება გაჩნდება ამის და ბიუჯეტი მოგწევს ჩვენ ამის საშუალებას და ის რა თქმა უნდა დაიმსახურებს, ბუნებრივია უნდა მივცეთ. პრემიაც ბუნებრივია თუ დაიმსახურებს თანამშრომელი, მას აუცილებლად უნდა მისცე. ეს არის ერთგვარი წახალისება, ეს არის ერთგვარი სტიმული, რომელიც მას მომავალში უფრო შესძენს იმ უნარს, რომ უფრო მეტი გააკეთოს, უფრო ხარისხიანად და ბუნებრივია ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი. ეხლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენთანაც პერიოდულობით მე თამამად შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგს ვაკეთებთ. პერიოდულობით, როცა კი გვეძლევა საშუალება, ჩვენ მათ დანამატის სახით 20-30%-ს, ვინც კი ამას დაიმსახურებს და არა ყველას, ჩვენ თუ გვეძლევა საშუალება, აუცილებლად ვაკეთებთ ამ წახალისებას. რა პერიოდზეა საუბარი? ეს იქნება 1 თვე, 2 თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ თუ როგორ ბატონ დავით? რა არის, იცით, ხა ყოველ თვე თანამშრომლებს ხა ნამდვილად ვერ ვაძლევთ. თუ დაიმსახურა? თუ დაიმსახურებს ყველანაირად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად, მაგრამ ჩვენ ამ დანამატს ალტერნატიული სხვა საშუალებებით ვცვლით და მარტო ის არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ფინანსურად დავუშვათ წახალისება მივცეთ. სხვა წახალისებებიც არსებობს და ბუნებრივია ჩვენ იმასაც ვიყენებთ. კარგით. ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ ბატონ დავით, შეგვიძლია ახლა ერთად ვნახოთ რა კითხვები აქვთ რუსთაველებს დავით მაღალკელიძესთან და ზოგადად დღევანდელ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს რა. დაწყებული უბრალოდ სისუფთავიდან დამთავრებული ტრანსპორტი და ასე შემდეგ. თუნდაც კანალიზაციები. თქვენ რა კითხვას დაუსმევდით საკრებულოს თავმჯდომარეს? მე ამას ვთხოვ საკრებულოს თავმჯდომარეს, მე გამოგზავნეს, აი თუ მინდა, აი ახლა მივიდეს ეგ და ნახოს, აი მაღაზიების წინ იმდენი ზაღლები არის, იმდენი მე ვერ გეია. როგორი მომავალი ექნება ჩვენ რუსთავს. წყალი გვეთიშება, შუქიც გვეთიშება და ყველაფერი. ბევრჯერ დავსვი, მაგრამ არავის არ გაუწია ხოლმე ნორმალური პასუხი, ასე რომ აზრი არ აქვს. გალამაზდეს. გზები დაეგოს, აი ნახეთ, აი ნახეთ რა დღეში ვართ, აი. საქართველოს თავმჯდომარეს რა კითხვას დაუსმევდით? რა უნდა დაუსვა? მერს დაუსვა, კითხვას მიაქციეს ყურადღება რას გავს საკაურობა შეხედეთ. რა კითხვა უნდა დაუსვა? იარონ და ნახავენ თვითონ კითხვა არ ჭირდებათ. ან ეს მშენებლობა გახედეთ, პატრონი ყავს საერთოდ ქალაქს. გზაზეც ვისურვებთ, ყველაფერზე ხელი გაუმართნია და ყველაფერზე კმაყოფილი წამოსულ ვარ იქიდან. ისე რომ რაღაც გული მწყდებოდეს, ასეთი არაფერი არ არის. რა უნდა დაუსვა? ყველაფერი კარგად არის. წყალი არის, შუქი არის, სამსახური არის. რას დაუსმენთ რა გვეშველება რამე თქო. არაფერი კითხვა არ მექნება მაგათთან საერთოდ. რატო? რატო და არ იმსახურებენ ამას. ეშველება თუ არა ამ ქალაქს როდეს მე. ვისურვებდით რომ გვიპატრონონ. სოციალური მდგომარეობის წინსვლა. ნაგვით არის აქავრობა სავსე. მარტო მაგის ისამაკ რომ აი ძალიან უსუფთავობა არის. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს რა კითხვას დაუსმევდით? რა კითხვას დაусმენდე, რა ვიცი. ბევრი უნდა ეცადოს, რომ ხალხი მეტად კი სასიამოვნოა ლამაზი მოეძნები, მაგრამ ერიკო. უფრო მეტი და უფრო მეტი.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ხალხის აზრი. ბატონ დავით, მაწანწალა ძაღლების თემით დავიწყოთ. რა ხდება? მოსახლეობას აწუხებს აშკარად ეს თემა. რას ეტყოდით მათ? დიახ, ეს გახდათ ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა მათ შორის. მე ხა სიუჟეტიდან რაც მოვისმინე, ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი გულისწყრომა ამ ადამიანების მხრიდან და ეს ჩვენ არ გვაღიზიანებს პირიქით, უფრო გვაფიქრებს და აუცილებლად ჩვენ ამ პრობლემებს ნელ-ნელა გადავლახავთ და მაქსიმალურად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება ნაყოფიერი. ეს პირველი პრობლემა გახლავთ ძაღლების პრობლემა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მოლაპარაკება, არაერთი საუბარი გქონდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე იმ ტიპის სპეციალისტებთან, რომელთგანაც ჩვენ კვალიფიციურ მოსაზრებებს მოვისმენთ. და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენ დასუფთავების სამსახურს კონკრეტულად მივაბით აღნიშნული თემატიკა და მე თავამაც შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ქალაქში დაწყებულია ამ კუთხით სერიოზული მუშაობა. მე ჩემს მოქალაქეებს მინდა ყურადღება მივაქცევინო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამ მაწანწალა ძაღლების მოკლა კატეგორიულად გვეგრძალება. მე როდესაც დავდივარ მოსახლეობაში, ძალიან ბევრის მხრიდან გაღიზიანებული ფორმით მომისმენია, რომ ბოლო-ბოლო მოვკლათ და დავასრულოთ. ეს კატეგორიულად აკრძალულია, კატეგორიულად გვეგრძალება ჩვენ და არ შეიძლება, მაგრამ არის სხვა საშუალებები. არის კონკრეტულად ის საშუალება, რომ მოხდება ძაღლის დაძინება, რომლის ჩვენ რესურსი გაგვაჩნია იმ კუთხით, რომ გვაქვს სპეციალური აპარატები, სპეციალური თოფი, რომელიც შეძენილი იქნა მუნიციპალიტეტის მხრიდან და დაძინების შემდეგ მას უტარდება სპეციალური პროცედურა, რომ ის აღარ იყოს მომავალში ცოფის ან სხვა რაიმე დაავადების მატარებელი. მე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ეს არ არის, ეს სიუჟეტი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაღიზიანებს. პირიქით, მეტად გვაფიქრებს და იცოდეთ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად ქალაქში ნელ-ნელა ეტაპობრივად მოგვარდება. რაც შეეხება დასუფთავებას. დიახ. დასუფთავებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სადაც ქალაქში 900-მდე სხვა ტიპის ურნები შევიძინეთ. ალბათ მოსახლეობა, როდესაც დადის ქალაქში, შეამჩნევდა, რომ ახალი ტიპის ურნები გვაქვს ჩვენ შეძენილი. იყო წინა პერიოდში გარკვეული რაოდენობა ამ ურნებისა, რომელიც არ იყო საკმარისი. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევიძინეთ 900 ურნა, არც ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ სხვა ხარისხის ურნები. როდესაც შესაბამისი სამსახური ახდენდა მათ დაცლას, რამოდენიმეჯერ ექსპლუატაციის შემთხვევაში ეს ურნა პრაქტიკულად ამორტიზირებული ხდებოდა და აღარ ექვემდებარებოდა არანაირ შერემონტებას. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეძენილი იქნა ესეთი ურნები, რომლებიც გარკვეული წლების მანძილზე გაუძლებს ამ ექსპლუატაციას. მაგრამ არ შემიძლია ერთი რამ არ ვთქვა. სულ რაღაც 6-8 თვის წინ ჩვენ განვახორციელებთ ერთ-ერთი პროექტი, ისევ არ გადავალ სხვაგან, სხვა ოლქებს არ შევეხები, ჩემს ამაჟორიტარო ოლქს შევეხები ისევ. ჩვენ გავაკეთეთ სკვერი მე-12 მიკრორაიონიდან ტაბიზის ქუჩის შესასვლელში. მე მან მოსახლეობას მინდა უთხრა, თითოეულ მოსახლეობას პრინციპში 90%-ს ვიცნობ და ძალიან ახლო შეხება მაქვს ხოლმე. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ეს სკვერი თავისი განათებებით, თავისი სკამებით, თავისი ურნებით და ყველაფრით, მეორე დღეს რომ მივედი, აი დამეთახებიან იმბინის მაცხოვრებლები, ლეონიძის 2-4-6-ის მოსახლეობა. პრაქტიკულად ურნები იყო გაძარცვული. სადაც იყო ელემენტარულად აი რაღაცა ურნებში, ეს ხის ურნებში იყო ჩალაგებული სპეციალური რკინის ასე ვედრებით, რო ვთქვათ. პრაქტიკულად იყო მოპარული ყველა. ეს იმდენად გულის დამწყვეტი იყო, იმდენად რაღაცნაირად და რო ვნახეთ ეს და მოსახლეობის გარკვეული ნაწილმა რო ნახა, ხო, ძალიან ცუდი განცდა და ძალიან ცუდია იმ კუთხით, რომ ჩვენ წვალობთ, ვაკეთებთ მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა. არავინ არ ჩათვალოს ისე, რომ ამას ჩვენ რო ვაკეთებთ, ამას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენთვის, არა. ჩვენ მოსახლეობის დაკვეთას
ბუნებრივია მოსახლეობაზე ძალიან ბევრია მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩემო მოქალაქეებო მე ერთი რამ მინდა გითხრათ მე არაერთხელ მომიწია სხვა ქვეყნებში გარკვეული ვიზიტები და მე მაოცებს ერთი რამ მე მაოცებს ის რომ თითოეული მოქალაქე ორიენტირებულია იმაზე რომ დაიცვას რეკრეაციული ზონა დაიცვას აი ეს ურნების ტერიტორიები დაიცვას სისუფთავე მე ჩემ ფაქტს გეტყვით ცოტა იუმორ შევიტანე ხო ჩემ ფაქტს გეტყვით ამასთანავე ნუ გახდით ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და განზონზე მომიწია შემთხვევით ისიც რა თქმა უნდა მომიწია ფეხის დაბიჯება ნუ მე მათგან იმხელა სახით მიმიკით შემდეგ საუბრით და შემდეგ სიტყვებით იმხელა საყოდური მივიღე მე თვითონ შემწყო ანუ მე მინდა ვთქვა რომ იქ მოსახლეობაში არის უკვე ძალიან მაღალი კულტურა მე ამის რო არ მინდა რომ ჩვენთან არ არის თქო მაგრამ ჩვენც უნდა მივიდეთ გარკვეული დიახ იმ დონეზე რომ ეს ჩვენ ზუსტად თითოეულმა მოქალაქემ უნდა აუცილებლად დაიცვას ის გაკეთებული რომელიც მათი ხელფასებიდან ჩვენი ხელფასებიდან დაიგეგმა და შესრულდა კარგით მაყურებელი გვიკავშირდება საღამო მშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გამარჯობათ 21 მეტროიანიდან გიერეკა დიახ მე-12 ბინა არის მე-11 ბინაში და მე-13 ბინაში არის ნაგვის ხუთი და ჩვენთანაც თუ შეიძლება რომ არჩევნების დროს შეგვიდნენ და არ მოგვიტანეს ეს ვარი დანაგვიანები ჩვენ თვითონ ავიღებთ ხოლმე ჩავყდით ჩინი ძალიან ხორცი იქნება მოგვიტანოთ ერთი ნაგვის ხუთი ჩვენთანაც 20 უკაცრავად 21 მიკრორაიონის 12 ბინა კი ბატონო დიდი მადლობა ბატონ დავით მიწების პრივატიზაციის თემასაც მინდა შევახოთ რა პირობებით გაიცემა მიწა და თუ არ შეასრულა თქვათ მყიდველმა პირობა უკვე რა პროცედურები მიმდინარეობს შემდგომ დიახ მოგახსენებთ ჩვენ ცოტა ლიბერალურად უდგებით ამ საკითხებს მინდა გითხრათ და არაერთი ფაქტი ქონია ამასთან დაკავშირებით საერთოდ პროცედურულად ჩვენ ვაკეთებთ ესე ახალი თვითმმართველობის პირობებში როდესაც მიწის თუნდაც პრივატიზებაზეა საუბარი, თუნდაც იჯარით გაცემაზეა, თუნდაც გირით როგორც არის, შესაბამისად ეს გარკვეული პროცედურების მიხედვით ხორციელდება. ჩვენ საკრებულოს ხომაზე როდესაც შემოდის უკვე საკითხი და მტკიცდება ის, რომ აუცილებლად შემდეგ მოხდება მიწის გაქირავება ან იჯარით გაცემა ან პრივატიზაცია, ჩვენ გვაქვს ნორმატიული ფასს ზემოთ დადგენილი აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა. ამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე აუდიტი ღებულობს იქვე არსებული ალტერნატიული ფასის შესაბამისად და არა რაღაც კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად ის გადის უკვე პრივატიზაციაზე, ანუ მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება რომ შეიძინონ მიწის ნაკვეთები. ეს ერთი რაც მთავარია. მეორე, ჩვენთან არის გარკვეული პრობლემები, მე ჩემ თანამოქალაქეებს მინდა უთხრა, რომ არის გარკვეული პრობლემები ძველ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ 2005 წლიდან ქვემოთ მიწის ნაკვეთები, რომლებიც თავის დროზე ან არ დაკანონების გზით, ან დაუშვათ რაღაცა შეჭრის გზით, ან დაუშვათ შეგნებულად მიმატების გზით, ხო? არის ჩვენთან ლეგალიზაციის კომისია, იციან ეს უკვე ჩვენმა მოქალაქეებმა, შეიქმნა ლეგალიზაციის კომისია და ის აქტიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ მოაკითხონ, მიიღონ წინასწარ კონსულტაცია თუ რა საბუთები და რა დოკუმენტაციაა საჭირო და შესაბამისად მეორე კომისია ბევრია ასეთი ძალიან ბევრია ესეთი და სამწუხაროა ხოლმე ზოგ შემთხვევაში, როდესაც მათ უარსებუნება კომისია, მაგრამ კომისია არის კვალიფიციური. ბატონ დავით თუ არის ნუ არის გარკვეული საკითხია მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესოა. არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომელიც კანონის შესაბამისად 2005 წლიდან ქვემოთ. არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არის 2005 წლიდან ზემოთ. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ ისინი ვერ წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და ვერ ამტკიცებენ, რომ ის მათია ან მათ სარგებლობაში ჰქონდათ. ამიტომ შესაბამისად კომისია იძულებული ხდება, რომ მათ უთხრათ უარი. და ერთი მინდა კიდევ ვთქვა, რომ თავის დროზე მე გულისხმობ აღმასკომის პერიოდში და შემდგომ პერიოდებში ხდებოდა ესეთი რამ.
გაიცემოდა მიწის ნაკვეთი მოქალაქეზე, მაგრამ იქ არ ფიქსირდებოდა ზოგ შემთხვევაში ფართი, ზოგ შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა დავუშვათ სხვა დამადასტურებელი იმ მიწის ნაკვეთის რაიმე სრულყოფილი დამადასტურებელი დოკუმენტისა. ამიტომ ჩვენ შევქმნით სპეციალური კომისია საკრებულოში და ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა თუ ამ ადამიანებს როგორ მოუვარდეთ ეს ყველაფერი. ეს იმიტომ რომ საჯარო რეესტრი, როდესაც სრულყოფილი არ არის დოკუმენტი და არ ასახავს იქ რეალურ მდგომარეობას, შესაბამისად საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს. რაქნან ამ ადამიანებმა, როდესაც მაშინ გაცემის ეს წესი იყო, ხომ? ამიტომ ჩვენ უახლოეს პერიოდში, მე ვფიქრობ, ალბათ ერთ კვირაში ან ორ კვირაში მაქსიმუმ, ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ამ მოქალაქეებს შეეძლებათ და ექნებათ საშუალება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ დაიკანონონ და დაიმტკიცონ ეს მიწის ნაკვეთები. გულისხმობ იმ შემთხვევას, რაც ბატონო, ქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, ობიექტებს გულისხმობ, თუ ხდება ამის კონტროლი? დიახ, მოგახსენებთ, ქალაქში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. მე ზოგ მშენებლობას მე ჩემი შეხედულება ბუნებრივია. საინტერესოა თქვენი შეხედულება როგორია? ჩემი შეხედულება მაქვს, არ მინდა მე დავუშვათ მიკრორაიონი ან დავუშვათ რომელიმე გარკვეული უბანი იქცეს, არ მაქვს პრეტენზია, ეს თუდად არ გამიგოს არავინ და მით უმეტეს იმ კერძო ფირმის მფლობელებმა, რომ იქცეს სამრეცხაოების უბნებად, იქცეს რაღაცა სხვა ტიპის უბნებად. ეს უნდა მოხდეს არა თავის დროზე, როგორც სპონტანურად კეთდებოდა ეს ყველაფერი და არანაირი დაგეგმა არ მიდიოდა. პირიქით უნდა მოხდეს დაგეგმა. სწორი დაგეგმის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ლამაზ რუსთავ ქალაქს და მივიღებთ ლამაზ უბნებს, სადაც სურვილი გაგიჩნდება ადამიანს, რომ ელემენტარულად გაისეირნო და გაასეირნო საკუთარი შვილი იქნება თუ ეს ვინც იქნება, ხო? მიმდინარეობდა ბევრი და დღესაც მიმდინარეობს ბუნებრივია ბევრი. ეს კარგია, მაგრამ ეს უნდა ექვემდებარებოდეს განაშენიანების გეგმას. ეს არ უნდა იყოს სპონტანური და ეს უნდა იყოს არქიტექტურულად სწორად ჩასმული. ეხლა არ შეეხება კონტროლს. ჩვენთან არსებობს სპეციალური სამსახური მუნიციპალიტეტში, ეს გახლავთ ზედამხედველობის სამსახური, რომელიც წარმატებით ახორციელებს მის სამუშაოს და რა თქმა უნდა მიმდინარეობს კონტროლი. ბატონ დავით, სამრეცხაოები ახსენეთ, რამდენად ხშირად გაიცევა, აი თუნდაც კონკრეტულად ასეთი ტიპის ნებართვები, ობიექტებზე ნებართვები ქალაქში. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან გახშირდა სამრეცხაოები ქალაქში. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ როგორ თვლით თქვენ რამდენად გახშირდა, ვერ დაგეთანხმებით, რომ გახშირდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს მე შემდგომში შევთავაზოთ, როდესაც ისინი ვალდებულებით იქნება თუ ეს არავალდებულებით, ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ იქნებს სხვა რაიმე, სხვა ტიპის რაიმე მცირე ბიზნესი იქნება თუ ეს რაღაც საწარმო იქნება, ვცდილობთ, რომ რაღაცა სხვა იქნება შემოგთავაზონ უკეთესი, იმიტომ რომ იმდენი სამრეცხაო ქალაქ რუსთავს, ფიქრობ იმდენი მანქანა არ დადის და არ ერეცხება, ხო? კარგით, ბატონ დავით, შემდეგ კითხვაზე გადავალ. ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი პროექტი ჩვენს ქალაქში, რომელიც განხორციელდა, ან უნდა განხორციელდეს, რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? მოგახსენებთ, მე მინდა დღეს მქონდა ქალაქს მერტანაც საუბარი, ჩვენ ვსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებსაც გავდიოდით და თამამაჩემლია და მიხარია, რომ ქალაქში სადღაც განხორციელდება უახლოეს პერიოდში 5 მილიონ ლარიანი პროექტი, ეს გახლავთ კოსტავას რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილ მოეწყობა როგორც გზის საფარი, ისე შესაბამისად ხალხის მოსიარულეების ანუ განზომების ყველა ის მონაკვეთები. ანუ კოსტავა იქნება, რუსთაველები ცოტა ხანში მიიღებენ განახლებულ კოსტავას ქუჩას. ანუ პირველი ნომრიდან კოსტავას ბოლომდე იგეგმება ეს ყველაფერი თუ? დიახ. შედის აქ შიდა ეზოებიც, სკვერებიც თუ ცენტრალური ქუჩა თუ როგორ? საინტერესო კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებისთვის დეტალურად ალბათ ამ პროექტის მნიშვნელობა თუ არის? მე შემოგთავაზე უფრო დეტალიზაციაში მე არ ვარ ესე მომზადებული ახლა ამ წუთას, მე შემიძლია მომავალში თუ ამის საშუალება მექნება, უფრო ესკიზურადაც წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი და უფრო დეტალებში გავაცნოთ მოსახლეობას, თუ მათი სურვილი გაჩნდება ბუნებრივია. ან ქალაქის მერი რომ მოვა,
მასაც მიეცემა ამის საშუალება და უფრო დეტალებზე ილაპარაკებს. ეს ერთი პროექტი, რაც გითხარით. მეორე პროექტი მინდა გითხრათ, რომელიც პრობლემა იყო ჩვენს ქალაქში, მე ორიოდე სიტყვით თავში გითხარით კიდევაც, მაგრამ ეხლა გამამახვილებ ყურადღებას, ეს გახლავთ სადღაც მილიონ ლარამდე, უფრო სიზუსტისთვის გეტყვით 960,000 ლარიანი პროექტი განხორციელდა, ეს გახლავთ სანიაღვრე სისტემა, რომელიც პრობლემა იყო ქალაქში, სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ჭარბი ნალექის შემთხვევაში ქალაქი იდგა ტბაში. ახლოს მოსახლეობას დატბორილი რუსთავი. კი ბატონო, არაერთხელ რაც თავარი. და განხორციელდა სერიოზული სამუშაოები. თვითონ მოსახლეობა ამას თამამად ხედავდა და უყურებდა თუ რა მიმდინარეობდა ქალაქში. ჩვენ შესაბამისად მივიღებთ იმას და მივიღეთ უკვე ჩვენ ნალექის შემთხვევაში ვაკორდებოდით ამას ყველაფერს. ეს არ არის სრულად დასრულებული ვთქვათ, თუმცა კი 90% სამუშაოებისა შესრულებულია. და მივიღეთ ის, რომ აი ეს დატბორვა პრაქტიკულად ჩვენ აღარ ვექნებით. ძალიან კარგი, მაყურებელი გვიკავშირდება, კოსტავას ქუჩაზე ვსაუბრობ და სწორედ კოსტავას ქუჩიდან არის ზარი. საღამოშიდობისა. საღამოშიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. თუ შეიძლება მიპასუხეთ კოსტავას გამზირის შესახებ საუბრობდით ახლა. აი სადარბაზოებში, სარდაფებში არის პრობლემები. დაბინძურება, წყალსადენები. აი ამ საკითხს თუ შეეხება ეს თქვენი პროექტი, თუ შევლენ, მე პირადად კოსტავას 18 ნომრიდან გაწუხებთ ახლა. სადარბაზოებში რამდენად მყარი იქნება ჩვენი შენობები და არ დაზიანდება იმის გამო, რომ დაბლა სარდაფებში რაღაცა არის უწესრიგოდ. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობთ. მე თავში ვევახსენე კოსტავას რეაბილიტაციის, კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი ვთქვი, ხომ? ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მეგობრობის გამზირი გაკეთდა, როგორც შარტავას გამზირი გაკეთდა, ის რაც გვაქვს გაკეთებული, ამაზე მაქვს ძირითადად საუბარი. მაგრამ რაც შეეხება ქალბატონმა რაც ბრძანა, რომ სარდაფებში კანალიზაციის და რაღაც ბუნკერების პრობლემაა, შიგნით თუ დანაგვიანების პრობლემა. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრამები, გარკვეული პროექტები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქალაქში არსებობს კორპუსის სამსახური. კორპუსის სამსახურთან ერთად ჩვენ თამამად შეგვიძლია ამ კუთხით ვითანამშრომლოთ. გვაქვს ჩვენ თანადაფინანსების პრინციპი ამ კუთხით. მონაწილეობა მოქალაქეებისა, მაცხოვრებლებისა და მონაწილეობა მუნიციპალიტეტებისა და ამ ქალბატონს მე მოვუწოდებ და მინდა უთხრა, რომ თუ დეტალურად აინტერესებს თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა, მობრძანდეს ჩემთან, თუნდაც ხვალ მობრძანდეს ჩემთან და მე უფრო დეტალურად გავარკვევ ამ თემატიკაში ქალბატონს და მივცემ სწორ მმართველობაზე მაქსიმალურად დაუდგებით გვერდში. როგორც ამ ქალბატონს, ისე შესაბამისად ყველა რუსთაველი მოქალაქე. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი გვიკავშირდება, საღამოშიდობისა. მოგესალმებით. ის ხამას თქვენთან. ბრძანეთ. მოგესალმებით. დასვით ქალბატონო შეკითხვა. ისმენთ გისმენთ. ახლა რაში იცით, მე ადრე მე მუშაობდი კიმონიბოჯოს ქარხანაში. და სადღაც ხალხში ჩვენ თანამშრომლებს მოხდეს მიწის ნაკვეთები. ემაზე იაღმის მასივზე ნაკერტალის დასახლებაში იყო ჩვენი მიწის ნაკვეთები. როგორ მესმის? გესმით ჩემი? გისმენთ ქალბატონო. ალო? გისმენთ ქალბატონო. არ მესმის. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონდა გაითიშა სამწუხაროდ არის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონდა ქალბატონს შეკითხვა იაღლუჯის მასივზე გადმოგცესო რომელღაც საწარმოში მუშაობდა და ალბათ შემდგომ დაკანონებასთან დაკავშირებით ქონდა მას კითხვა. დიახ. იაღლუჯის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ალბათ ქალბატონი საუბრობდა ან ყოფილი 550-ის მუშაობა სამსახური გახდათ ან ალბათ აზოტის. მე რამდენადაც ვიცი. ამ მიწებთან დაკავშირებით გარკვეული სერიოზული პრობლემები გახდათ. მე ხა აღარ მოყვები დიდ ისტორიას, მაგრამ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ გადმოცემული გვაქვს ამ ადამიანების მათი თავის დროზე გაცემული
ის სიები, რომელიც სადაც ასახულია მათი გვარის სახელები და ის კვადრატულობა თუ როგორ აქვს რანაირად აქვს გადაცემული და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება დაკანონებასთან დაკავშირებით. თუ არა აქვს ამ ქალბატონს დაკანონებული, მას შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მებაღეობის მოწყობა ან სხვა ტიპის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი და ამის საფუძველზე შეიძლება აქ შეიკრას შესაბამისი საქმე და მან დააკანონოს ეს და შემდეგ დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. ანუ ამ ქალბატონს შეუძლია რომ მიბრძანდეს საკრებულოში და კი ბატონო, მობრძანდეს მე კიდევ მეორე. კი ბატონო, მობრძანდეს თუ სურვილი აქვს მას ჩემთან მობრძანდეს უშუალოდ და მე უკვე მას ვიცემ სწორ მიმართულებით. კარგი, ბოლო მაყურებელი გვიკავშირდება საღამოშვიდობისა. მშვიდობისა. გვაინტერესებს ლეონიძის სკვერში საბავშვო გასართობი რაღაცა შეგვიძნენ და ისევ შეჩერებულია. გაკეთდება თუ არა ამ უახლოეს მომენტში? დიდი მადლობა კითხვისთვის. ლეონიძის სკვერში, დიახ. რომლის რეაბილიტაციაც მოხდა მიმდინარე წელს. ხო, ნუ მე სანამ ქალბატონს უპასუხებდე, ზუსტად ანალოგიური შეშფოთება ვთქვი წეგან მე-12 მიკრორაიონის სკვერთან დაკავშირებით, აი ზუსტად როდესაც დასრულდა სკვერის რეაბილიტაცია, იქ გაკეთდა თქვენ მოგეხსენებათ სკამების ქვემოდან გაკეთდა ალუმინის ტიპის გვალი ლამაზი საყრდენები და ზუსტად იგივე მინდა გითხრათ. მეორე მესამე დღეს დაიწყეს ამის ჭრა. ეს ძალიან ცუდი. რაც შეეხება გასართობ საშუალებებს, პროექტით რაც არის გათვალისწინებული აუცილებლად განხორციელდება. ასე რომ დაელოდეთ უახლოეს პერიოდში გაკეთდება ატრაქციონები ლეონიძის სკვერში და ბოლო კითხვა ბატონ დავით 2016 წელს ერთი წლის შემდეგ უკვე როგორ იქნება რუსთავი? გამომდინარე ჩვენი დაგეგმილი პროექტებიდან ბუნებრივია ეს მარტო სურვილები არ გახლავთ, ეს არის დაგეგმილი პროექტებიდან გამომდინარე და მომავალში ჩვენ გვეგმავთ რა თქმა უნდა პირველ რიგში განახორციელოთ ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უკვე პრაქტიკულად საპროექტო სამუშაოებად არის გადაქცეული და პრაქტიკულად უკვე ბოლო სტადიაშია იმისთვის, რომ მომავალ წლების ბიუჯეტში ჩვენ გავითვალისწინოთ და ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას იმისას, რომ ხო, არ მინდა დამავიწყდეს აი როგორი იქნება რუსთავ ქალაქი. მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ წელს უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ჩვენ შესაბამის სამსახურს ბუნებრივია უკვე გამოვყავით გარკვეული თანხა, საკრებულომ დაამტკიცა ეს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოსტავას ქუჩიდან მეგობრობის ქუჩის ბოლომდე გზის გამყოფ შუა მონაკვეთზე ნახავს ყველა, რომ გაკეთდება ძალიან კარგი გამწვანების ისეთი ზოლი და იქ სხვა ტიპის ყვავილები და რაღაც ისეთი დაირგვება, რომ თითოეული მოქალაქე იამაყებს ამ ყველაფერთ. მარტო ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, მომავალი განვითარება ქალაქის. მთავარი იქნება ის, რომ მომავალში ჩვენ აუცილებლად აწარმოებს საქართველოს პარკლებში. თანაინვესტირების ფონდთან ხელშეწყობით აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ გვექნება სხვადასხვა საწარმოები, გვექნება ახალი და ახალი საწარმოები და ეს მოგცემს საშუალებას, რომ მოქალაქეები დავასაქმოთ და არ მაქვს საუბარი ქალაქის გალამაზებაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ქალაქს უფრო მეტი და მეტი შევქმნით. დიდი მადლობა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. სტუდია 4 დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.